უძრავი იქნება ინვესტიცია, რომელიც ყველა ჩვენთანგანს ოდითგანვე გვინდოდა და ვაკეთებთ დღესდღეობისად. ამ ვიდეოში მე შევადარებ უძრავ ქონებას და სტოკებს ერთმანეთს შორის და ვნახოთ რომელი იქნება უკეთესი. ამჟამად ახლა ვიყოფები მე სახლის წინ, რომლის ღირებულებაც არის 2.7 მილიონი დოლარი. ყველაზე სასაცილო ფაქტი ის არის 30 წლის წინ ამ არეაში ეს სახლი და ესეთი სახლები იყო დაახლოებით 300-დან 400 დოლარის ფარგლებში და 30 წლის შემდეგ ეს სახლი არის გამოტანილი გასაყიდად 2.7 მილიონ დოლარად. რაც არის დაახლოებით 5x-ი შენ ფულზე. მაგრამ იგივე თანხა რო აიღო და ეს ფული ჩაგედო შენ სტოკებში სიტყვაზე S&P 500-ში, რომელიც არის თითქმის ამერიკის მამოძრავებელი სტოკი, შენი 300 დოლარი დღეს იქნებოდა 7 მილიონი დოლარი. მაგრამ ფიქრობ, მაინც უმეტესობა ხალხის ყოველთვის მაინც უძრავ ქონებას ანიჭებს უპირატესობას. და რატომ? იმიტომ რომ როცა შენ ფულს დებ, ინვესტიციას აკეთებ, ხედავ აი ამას. ეს არის, შენი ესე რომ ვთქვათ, ფიზიკური ასეტი, რომლითაც შეგიძლია ფულიც გააკეთო და ასევე შეგინთაც იცხოვრო. და ეგ არის ყველაზე მაგარი რაღაცაც, სტოკები უფრო ისე როგორი რაღაცა, სახურავი არა აქვს რა, ვერ იცხოვრებ შეგინთ. მაგიტომაც არის რომ ხალხს არ სურს ისეთ რაღაცაში ჩადება ფულის, რომელშიც ფიზიკურად ვერ ხედავენ და ვერ შეიგრძნობენ. მაგრამ ეს ყველაფერი ესეთი მარტივი არ არის, იმიტომ რომ ამ უძრავ ქონებაზე დაახლოებით 300 დოლარს რო გეყიდა, მოსდევს თავისი ტაქსები, რამიტაზე დგას მაგის ტაქსებს იხდი, ასევე მოსდევს რენოვაცია, ასევე მოსდევს ცვეთა რაც არის სახლის და ყოველთვის გიწევს, გადაიხადო ფული და ყოველთვის აი ეს ლამაზად კონდეს და უფრო მეტი პრობლემა ის მოსდევს, რომ როცა ყავს შიგნით მაცხოვრებელი რამე რო გაფუჭოს, ყველაფერი შენზე არის. და ამიტომაც ეს 2.7 მილიონი დოლარი, რაც ეხა ღირს ეს სახლი, ცოტა ფული უნდა გამოვაკლო რამოდენიმე 1000, იმის გამო რომ გამოიენგარიშო შენი ნაღდი მოგება. სტოკებში კიდე მე ასე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ერთ წკაპი არის, ფულს ჩადებ და ეგ არის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ როცა სახს ყიდულობ, ესე ქეშად არავინ არ ყიდულობს სახს. ყოველთვის დებ 10-15% down payments, რაც ამ სახლზე დაახლოებით 30,000 დოლარი იქნებოდა და ეს შენი ინვესტიცია დაახლოებით მაინც ცხოვრების შემცვლელი იქნებოდა, მაგრამ იგივე თანხა რო ჩაგედო სტოკებში 30,000 დოლარი ჩაგედო და ყოველ თვე გაგეკეთებინა პეიმენტები, როგორც სახს აკეთებ სიტყვაზე 1800 დოლარი, დღესდღეობით შენი ინვესტიცია მაინც 4.7 მილიონიდან 5 მილიონ დოლარამდე იქნებოდა. გააჩნია როგორ მდგომარეობა დღესდღეობით სტოკ მარკეტში. იმიტომ რომ არც სტოკებზე და არც სახზე არავინ ესე ქეშად არ ყიდულობს დიდად რა, იმიტომ რომ სტოკებში ეხა სიტყვაზე 300,000 დოლარი თუ გექნება, არ ჩადებ ამ 300,000 დოლარს ერთ სტოკში. სახსაც იგივე რაღაცაა, დებ 10% მაქსიმუმ. 20 შეიძლება იყოს, რომ დადო 20% down payment-ი და მე ყოველთვე რო იხდი და როგორც კივე სესხს გადაიხდი, სახლის ღირებულება ცაში გაფრენილი და ისე მაღლა არის აწეული. ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამერიკაში ხალხი იმიტომ ანიჭებს უპირატესობას უძრავ ქონებას. თამაში არის ესე რომ ვთქვათ, მონოპოლიასავით არის. ერთ სახლს რო იყიდი, შემდეგი მიზანი იქნება, რომ მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე სახლი იყიდო ინვესტიციისთვის და გააქირაო და აქედან შემოსავლის წყარო გქონდეს ისე რომ აი ფეხ-ფეხზე გადაიდო ესე რო იტყვიან საქართველოში და ეგრე იყო რა. ძალიან საინტერესო არის ის, რომ სტოკები არის უფრო ამერიკაში განხილული როგორც რისკიანი ინვესტიცია იმის გამო, რომ ბევრი სტოკი არსებობს, მაგას ვიტყვი და ბევრი კომპანია არსებობს, რომელსაც სტოკები აქვს და შეიძლება ხანდახან სტოკი დაეცეს და არასდროს აღარ წამოვიდეს უკან, მაგრამ მე რომელ სტოკსაც ვალაპარაკობ, ეს არის S&P 500, ეს არის ამერიკის მამოძრავებელი top 500 კომპანია, რომლებიც არიან მოქცეული ერთ სტოკში და მათი ერთ დღეს თუ სიტყვაზე Tesla იყო დაბლა დაგდებული, მეორე დღე შეიძლება Apple იყოს მაღლა ასული და აბალანსებს ერთმანეთს. მაგიტომაც ვფიქრობ, რომ ბევრმა ხალხმა ეს არის ის და მაგიტომაც არის ის, რომ ბევრი ხალხი სტოკში ფულის ინვესტიციას არ აკეთებენ საერთოდ. და ყველაზე სიგიჟე ისაა, რომ 380%-მდე არის გაზრდილი შენი თანხა, როდესაც სტოკ მარკეტში ჩადებდი ამ ფულს რა. ძალიან სიგიჟეა მე მგონია, ვიდრე რო შეადარო უძრავ ქონებას, მე მგონი ციფრები საერთოდ სხვანაირად არის. ამიტომაც ამ ყველაფერს ახლა უნდა გავუკეთოთ ჩვენ breakdown-ი, ფასების ყველაფრის განმარტება გავაკეთოთ და ვნახოთ რომელი ჯობია საბოლოოდ. მოკლედ, უფრო კარგად რო გავაკეთოთ მაგალითები და შედარება უძრავ ქონებასა და სტოკ მარკეტ შორის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წინა ვიდეოდან ნახავთ აი აგერ აქ, სადაც ჩვენ სახლი ვიყიეთ ლას-ვეგასში. Townhouse-ი არის, აგერ ვიდეოში ნახავთ თუ როგორ გამოიყურება ყველაფერი და ეს სახლი ვიყიეთ სულ ახალი. ეს სახლი ჩვენ დაახლოებით დაგვიჯდა 370,000 დოლარი. და ჩვენ მოგვიწია დაახლოებით 150,000 დოლარის დადება, როგორც down payment-ი იმის გამო, რომ მე და შაკოს ადრე არ ქონა ისეთი დიდი ისტორია და ამიტომაც მოგვიწია დიდი down payment-ის დადება და დღესდღეობით ეს სახლი ჩვენ გვიკეთებს დაახლოებით 1900 დოლარი არის ამ სახლის ქირა. ჩვენ შევძლებთ და ვიპოვეთ დიდხნიანი tenant-ი ესე რომ ვთქვათ და 1900 დოლარს იხდიან და აქედან ჩვენი პოზიტიური cash flow არის რა?
არაფერი საერთოდ და პირიქით მინუსში მივდივართ. იმიტომ რომ ეხლა ვიგებთ $1900 თუ ქირა არის, ჩვენი მორგეჯი არის დაახლოებით $2100 და ანუ ამაში არის $200 მინუსი უკვე ხო ხედავთ, ანუ $1900 მინუსი არის და ამის შედეგად $200 დამატებით მიდის მენეჯმენტში, იმიტომ რომ ჩვენ რადგან კალიფორნიაში ვცხოვრობთ, ყავს მენეჯმენტი, რომლებიც ანუ რამე თუ მოხდა სახლში, ყველაფერზე საერთოდ ანუ რამე სიტყვაზე მაცივარი გაპუჭდა, კონდიციონერი თუ გაპუჭდა, ან გამათბობელი თუ გაპუჭდა, ყველაფერს აკონტროლებს მენეჯმენტი და უბრალოდ ჩვენ გვეუბნებიან სიტყვაზე რამე თუ გაპუჭდა, უბრალოდ ისა გვაძლევენ ჩეკებს, რომ ეს გადასახადი არის და მორჩა. და ამის შედეგად დაახლოებით $400 არის ჩვენი ნეგატიური cash flow ამ properties-ზე, მაგრამ რატომ იყეთ ეს სახლი? იმიტომ რომ ჩვენ უფრო ვაკეთებთ კონცენტრირებას long term-ზე, უფრო გვაინტერესებს სახლის ფასის ზრდა რამდენი იქნება სიტყვაზე 5-10 წელიწადში და მაგაზე ვაგორებთ კამათს სიტყვაზე რო ვთქვათ, რომ ანუ მაგისდა მიხედვით ვაპირებთ ჩვენ რომ გავაკეთოთ მოგება. რომ თუ სიტყვაზე სახლის ფასმა გაიზარდა $370,000-დან და ავიდა სიტყვაზე $700,000-ზე, აქ ჩვენ გავაკეთებთ დაახლოებით $330,000 მოგებას გავაკეთებთ სიტყვაზე, მაგრამ ესე მარტივი არ არის, იმიტომ რომ ამერიკაში თუ სახლი იყიდე შენ, ეს ყველა მიცის და თუ გაყიდე სიტყვაზე ინვესტიციის გამო და თუ გააკეთე ეს სიტყვაზე რო თქვა პატარა მოგება, იტაქსები ამაზე. ამიტომაც სიტყვაზე $370,000-დან ჩვენ კიდევ მოგვიწევს გადახდა ტაქსების რაღაცა, ამას ქვია short term capital gain-ი ქვია. და ამიტომაც ცოტა არ იყოს ფურცელზე კი ჟღერს, ცოტა კარგად რო ანუ მოგება გააკეთე, მაგრამ იმას მე უნდა დაამატო ასევე აგენტის ხარჯი, დახურვის ხარჯი, იმიტომ რომ escrow-ში ფული უნდა გადაიხადო, ეს ყველაფერის გასათვალისწინებელია და ასევე თუ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, შეიძლება სახლის გაყიდვა არ გაყიდვის თემაში, ყიდვასა და გამყიდველს შორის, ანუ რა შეთანხმება არის გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რას გააკეთებს. და ამასაც საკეთავისი თავის ტკივილი ემატება. და ეხლა უყურე, სიტყვაზე ჩვენ რო შევადარო ჩვენი stock market-ის ამბავი, ანუ ეხლა უყურე, $150,000 ჩვენ რო ჩაგვედო stock market-ში, იგივე დროს როცა ეს სახლი ვიყიდეთ, რომელიც იყო წინა წლის დაახლოებით ივნისში, დაახლოებით ვექნებოდა ჩვენ სტოკებში $190-დან $195,000 მოგება. ანუ სიტყვაზე ანუ ეგ გამოდის, რომ $45,000 იქნებოდა ჩვენი მოგება. და ეს ყველაფერი მოხდებოდა ისე, რომ ანუ ვაფშე არაფრის აკეთება არ მოგეჭედა საერთოდ. არც სახლის პოვნა, არც გამქირავებლის პოვნა, არც მენეჯმენტის პოვნა, ანუ ყველაფერს თავიდან არიდებდი, ერთადერთი ერთი კლიკი იყო და მეტი არაფერი არ არის. ამიტომ ეს რო შეადარებ სახლს, ცოტა უფრო ადვილი პროცესი არის. მაგრამ სახლთან დაკავშირებით კიდევ იმასაც ვიტყოდი, რომ ამ დროს სახლის ღირებულება არის დაახლოებით $410,000. ანუ ესე იგი თითქმის $40,000 გაკეთებული სახლის ფასის აწევა, ესე რომ ვთქვა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ყოველი თვე $400 მინუსში გავდივართ. ამიტომ ეს ცოტა უკვე წევს სახლის ესე რომ ვთქვათ მოგებას. იმიტომ რომ ეხლა სტოკები რო აიღო, სტოკებში მხოლოდ მოხდება ისეთი რაღაც, რომ როცა გამოიტან სიტყვაზე თუ ფული დაგჭირდა, იმ $40,000-ზე გადაიხდი შენ ტაქსებს და ეგ არის. ხოლო სახზე უნდა გადაუხადო ძალიან ბევრ ადამიანს და ძალიან დიდი პროცესი არის და ამიტომ უფრო ცოტა რთულდება ეს ყველაფერი რა, ესე მარტივად რომ ვთქვათ. ღირს თუ არა უძრავ ქონებაში ფულის ჩადება? აი ამ წამს ეხა სიტყვაზე გავაკეთეთ მიახლოებული ანალიზი იმისი თუ რა მოხდებოდა მე ჩემი ფული რო ამეღო და სიტყვაზე ეს ფული ჩამედო უძრავ ქონებაშიც და S&P 500-ში და დაახლოებით 30 წლის შემდეგ ჩემი სახლის ღირებულება იქნებოდა $1,000,000-დან $1.6 million-მდე ღირებულება იქნებოდა და სტოკების ღირებულება რო ჩამედო ეს ფული და უბრალოდ არანაირი ის არ გამეკეთებინა გაასახადი ზედ იქნებოდა დაახლოებით $2.3-დან $2.8 million არის ესე მიახლოებული მოგების შანსი 30 წელიწადში ამ ფულზე და ამიტომ არ ვიცი ხალხო მე მგონია სტოკ მარკეტმა უფრო ისე გააკეთა ეს ყველაფერი რომ უფრო მიმზიდველი და უფრო კარგად ჟღერს ფურცელზეც და ისეც რომ უფრო მაგის ინვესტიციას მიენდო ვიდრე სახლის ყიდვის. იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე რასაც გეუბნებით ეს არის ისტორიული ფაქტი, იმიტომ რომ ყველაფერს გადავხედე ბოლო 30 წლის განმავლობაში როგორ ხდებოდა უძრავი ქონების მარკეტი ამერიკაში და ასევე კონკრეტულად ამ სტოკის S&P 500-ის ფასი როგორ მერყეობდა 30 წლის განმავლობაში და ამის შედეგად ვაკეთებ ამ ვიდეოს და მინდა ხალხო თქვენ იცოდეთ თუ მომავალში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. იმიტომ რომ ვფიქრობ, ეხლა ინტერნეტის საშუალებით და სოციალურ მედიის საშუალებით ხალხს ძალიან ბევრი განათლება ენიჭება და მგონია რომ უბრალოდ შეიძლება ამ ყველაფრის ცვალებადობა მოხდეს და ხალხი შეიძლება ცოტა სტოკ მარკეტისკენ უფრო კარგად წავიდნენ ვიდრე ტრადიციული სახლის ინვესტიციის მხრივ. სახლი ჩვენ მარტო იმის გამო ვიყიდეთ, რომ გვინდოდა უბრალოდ ეს ანუ ამერიკული ოცნება აგვეხტინა, რომ ამერიკაში სახლი გაგვაჩნია. ეგეთი რაღაცის გამო ვიყიდეთ და პირველად გამოსახედან იმას
ვიტყოდი რომ შეიძლება ანუ ინვესტიციის მიზნით ვიყიდეთ, მაგრამ ანუ იმის მიზნითაც ვიყიდეთ, რომ სიტყვაზე ხვალდაძე ანუ არ ეცი რა შეიძლება მოხდეს და რამე რომ მოხდეს შემიძლია ჩორბად ჩემს სახში ვიცხოვრო. საწუხაროდ სტოკებს ეგრე ვერ უზავ, სტოკებში ისეთი რაღაცა არის რომ რო ჩადის ქვევით, ანუ წითელში რო გადის სტოკი, ანუ ერთ-ერთი რამ რაც შეიძლება გააკეთო ისე რომ დაიჭირო ეს სტოკი და არ გაყიდო, იმიტომ რომ ესე იძახიან. მარტო ყიდიან ისინი ვინებიც არიან ქვითერები და ანუ ჩვენ ეგრე არა ვართ რა, ანუ მე მირჩენია რომ დავიჭედო, იმიტომ რომ ვიცი რომ long term-ში ანუ ყოველთვის ეგრე უნდა გააკეთო, რომ უნდა იყიდო სტოკი და დაივიწყო რა ეგრე რომ თქვა და ფული აზლიო რომ ანუ გაიზარდოს. მეორე მაგალითად რომელიც შეგვიძლია მოვიყვანოთ არის ინვესტიცია რომელიც გავაკეთეთ ჩვენ ბოლო პერიოდში საქართველოში. კონკრეტულად ეს ინვესტიცია გავაკეთეთ ბათუმში. თბილისში აღარ გავაკეთეთ ინვესტიცია იმის გამო რომ უკვე ფიქრობთ რომ საკმარისად გვაქვს ინვესტიციები და უფრო გვინდა რომ თლიანად მთელ საქართველოში ქონდეს ინვესტიციები მე და შაკოს და ამიტომაც ახალი ნაბიჯი გადავდგით ბათუმისკენ ცოტა ქალაქგარეთ მწვანე კონცხთან და ბოტანიკურ ბაღთან არის ესეთი კომპანია სახელად სიმფონია რომელიც აშენებს სასტუმრო ტიპის ბინებს რაც იმას ნიშნავს რომ როცა არ ვიცხოვრობ მე ბინაში ადგებიან და გამიქირავენ და მენეჯმენტი და ყველაფერი მაგათ სახელზე იქნება რაც ძალიან მახარებს მე და ესეც არის დამატებითი შემოსავლის წყარო. რატომ ავარჩიეთ ეს კომპანია არის იმიტომ რომ აქვს განსხვავებული ხედვა, ანუ განსხვავებულად გამოიყურება მათი შენობა, ბარდება დასრულებული რემონტით და თავისი ავეჯით ასევე. რაც ნიშნავს იმას რომ მუშებს და ხელოსნების თავის ტკივილს ავერიდებთ თავი და რაც ყოველდღიურად მახარებს. რაც შეეხება ფასებს, ჩვენ მე პატრონებს ვიცნობთ, როგორც კი თავიდანვე გააწყვეს მშენებლობა, მაქედანვე შევისყიდეთ ჩვენ ბინა და დაახლოებით $2000 დაგვიჟა კვადრატული. დღესდღეობით უკვე $2800 და $2900 ფარგლებში არის უკვე კონკრეტულად ჩვენი ბინის ფასი, რაც ძალიან კარგი არის ინვესტიციისთვის და ზოგადად ისე თუ ვინმე შეძენა გსურთ, ფასები მერყევს $2-დან $3000 ფარგლებში გააჩნია სად იყიდი და რამხელა ბინას იყიდი და თუ იმეს დაგაინტერესებთ ბინის შეძენა, მე პატრონები უყურებენ ჩვენს არხსაც და გითხრეს რომ ჯორჯან ბრადესის სახელით თუ მოვა ვინმე ბინის შესყიდვაზე, აუცილებლად გაუკეთებენ რაღაც შეღავას და ფასდაკლებას, ამიტომაც ლინკს დავტოვებთ აქ და ვისაც დაგაინტერესებთ აუცილებლად დაუკავშირდით და უხსენეთ ჩვენი სახელი. ჩემი პირადი გადმოსახედიდან მე იმას გეტყოდით ხალხო რომ სტოკები უფრო სახალისოდ ჟღერს და უფრო მირჩევნია იმის გამო რომ აი სახლი ვიყიდეთ ოცნება აიხდინე, კარგი ყველაფერი გასაგებია ეს, მაგრამ ანუ უბრალოდ ისე რომ ანუ დაივიწყე და ანუ არაფერი არ ხდება რა, თუ რაიმე ღმერთმა დაიფაროს მართლა თუ რამე პრობლემა არ წარმოიქმნა შენ გამქირავებთან ერთად, ანუ არანაირი შეხებულება არ გაქვს სახთან რა, უბრალოდ ბანკის ანგარიშზე ხედავ რომ თანხა გადის და თანხა შემოდის. და მე შენ მინუსაც ხედავ რა, ეგეთი ამბავი არის და მე ჩემი პირადი გამოსახედიდან ვფიქრობ უფრო სტოკებს უნდა მიანიჭო ყურადღება იმის გამო რომ სტოკებს რო უყურებ ყოველთვის იცი რა ხდება რა მიმდინარეობს სოფლიოში. აი სიტყვაზე მაგალითად ეხა რაც მოხდა ტრამპა რო დააკავა ვენესუელას პრეზიდენტი, ამ ყველაფერმა გამოიწვა დიდი ინტერესი ბენზინის მხრივ და ანუ ზეთის მხრივ და მაგათი სტოკები ძალიან მაღლა არის ასული და ანუ ეგ უფრო სახალისო ჟღერს ჩემთვის. მგონია უფრო ძალიან ანუ საინტერესო არის, იმიტომ რომ ყოველდღე ადევნებ თვალს სიახლეებს და ფიქრობ რომ ჯამში ხახთა ლაპარაკობ უფრო მაგარი არის, მე მაგას ვფიქრობ რომ ანუ სტოკები რო გიჭირავს და საერთოსო გამონახავ ამ ადამიანებთან ერთად. იმედია ვიდეო თქვენი საინფორმაციო გამოდგა. აუცილებლად გამაგებინეთ კომენტარებში რას ფიქრობთ, სტოკები გირჩევნებთ უძრავი ქონება და ასევე დაწერთ რატომ და გავაგებინეთ აუცილებლად ასევე თუ გსურთ ესეთი საინფორმაციო ვიდეოების ჩაწერა ჩვენი გადმოსახედიდან და აუცილებლად შევესწრებთ რომ ჩავწეროთ და გაგაცნოთ ჩვენი ანუ ყველა ინფორმაცია რაც კი ჩვენ გვაქვს, რომ ეს ყველაფერი თქვენც იცოდეთ ასევე. არხი გამოიწერეთ, დაგვიწერეთ კომენტარები და შემდეგ ვიდეოში ჩაგერთვებით აუცილებლად მალე.